ახალციხეში ფესტივალი მზიანი საქართველო გაიმართა. ადგილობრივ მაყურებელს სხვადასხვა ფოლკლორულმა და ქორეოგრაფიულმა ანსამბლებმა თავიანთი რეპერტუარიდან ეროვნული ცეკვები და სიმღერები შესთავაზეს. კონცერტი ორ ნაწილად წარიმართა და მაყურებელს ღონისძიებაზე დასწრება უფასოდ შეეძლო. საღამო შემოქმედებითი ასოციაცია რევერანსის ორგანიზებით მოეწყო. ღონისძიების ორგანიზატორთა განმარტებით მსგავსი სახის ფესტივალი საქართველოს თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში ჩატარდა. მათი თქმით, ახალციხის შემდეგ მომავალ მზიან საქართველოს ბაკურია იმასპინძლებს. შეგახსენებთ, რომ შემოქმედებითმა ასოციაცია რევერანსმა წელს ახალციხეში ფესტივალი მეორე ჩაატარა. ჩვენი ფესტივალი უკვე მეორედ იმართება სამცხე საათაბაგოში, როგორც უკვე აქაურებმა მომახსენეს და ძალიან კმაყოფილები ვართ, რომ შემოდგომის ამ თუ უკვე ზამთრის ამ ულამაზეს დღეს გვიწევს ჩვენ ფესტივალის ჩატარება ახალციხეში, ამ ულამაზეს კულტურის ცენტრში. ახალციხეში პირველად ვარ. მე წყალდუბოდანა ვარ ისე ჩამოსული და აფხაზური ცეკვით ვარ გამოსული. და ჩვენ ასავს სათაფლი აქვია. ძალიან ლამაზია ქაურობა. პირველად ვარ ნამყოფ. ჩვენ ვართ ახმეტის რაიონის სოფელ საკობიანო და ჩამოსული გუნდი ფშავლები და უნდა შევასრულოთ ერთი ცეკვა. თიულური ქალვაჟური. ქალვაჟური თიულური. ძალიან ისა ჩვენ ნავიდეთ იმაში რაბათის ციხეში და ძალიან გიხარია რომ აქ ვარ და კონცერტს ვესწრებით.